მოგესალმებით დილა ბედნიერებისა და დილა სიხარულისა. ესე იგი დღეს ჩვენ ესე ილაპარაკე. როგორ ესე? აბა რა. მე ვიცოდი რომ ესე. კი როგორც გინდა. ესე არა. ესე იგი დღეს ჩვენ სტუდიაში სტუმრად ყავს ადამიანი რომელმაც საქართველოში ინდური კულტურის სიყვარული უკვე 16 წელიწადია წარმატებით ესე გაავრცელა. ინდური კულტურის ცენტრი ლაქშმი არა მხოლოდ ხელოვნების სივრცეა, ჩემოკარგება, არამედ ერთგვარი ხიდია ორ განსხვავებულ სამყაროს შორის, საქართველოსა და ჩვენს ულამაზეს ინდოეთს შორის. მთაწმინდაზე გრანდიოზული აღნიშვნა მოხდა ამ ყველაფრის და ფერებით, მუსიკითა და ცეკვით, აი ჰოლის დღესასწაული აღინიშნა, რაზეც დღეს უნდა ვისაუბროთ საოცარ არაჩვეულებრივ ნინო კრავეიშვილთან ერთად როგორ ახართ შემონინი. ნინო მოგესალმებით. გამოვიყვანოთ არაჩვეულებრივი ერთ-ერთი მოცეკვავი ნინო. სალომე ჯავაშვილი, ჩვენი ანსამბლის ერთ-ერთი სოლისტი. ჩვენი უსაყვარლესი და უნჭიერი სალომე. ესე იგი ნამასტე, ესე. ნამასტე. მოგესალმებით. ცეკვით კი არ გაგვანებიო ეს დღეს სტუმრება ნახე. ინდური კერძებით არ რომელიც ჩემთვის აბილეული. კი ბატონო, რომელიც განუყოფელი ნაწილია ჰოლის დღესასწაულის. ხო ჩემთვის ეს არ შეიძლება, თორე მომკლავენ პროდიუსერები. ძალიან გემრიელი ხალვასავით არის ეს და ეს ცომი არის მათი ნაციონალური. გითხარით რა. ესე იგი შედგება მეტი რო არ შეიძლება, მაგრამ შენ გადავიდეთ ეხლა თორე მე თავს ძლივს ვიკავებ. მოგესალმებით პირველ რიგში თქვენს მაყურებელს მივესალმები. მადლობა რომ დავყვადეთ, მადლობა რომ დაინტერესდით ინდური თემატიკით. დიახ, ჰოლი ახსენეთ, უბრალოდ ერთ დეტალს აღნიშნავ, რომ ეს ჰოლი, რომელიც საწმინდაზე იყო ჩვენი ორგანიზებით არ იყო, ჩვენ უბრალოდ საკონცერტო ნომრებით ვიღებდით ამჯერად მონაწილეობას. ეს აღნიშნა საქართველოში არის არასამთავრობო ორგანიზაცია, დარბან პრაშერის დაფუძნებული და მათი ორგანიზატორობით იყო, რომ რაღაცა მაგრამ ყველანი მეგობრობდა, როდესაც ეს დღესასწაული ჰოლი ერთ-ერთმა პირველებმა აღნიშნეთ ჩვენ 2012 წელს თბილისში, საქართველოში და მას შემდეგ ყოველწელს ტრადიციად ვაქცევდით, მაგრამ ნუ ამ ბოლო წლებში უკვე თავად ინდოელები იმხელა მასშტაბებით აღნიშნავენ, რომ ამის ასე ვთქვათ, აღარ არის უკვე ეს საჭიროება. რაც შეეხება ჰოლის, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ფერადი ინდოისტური დღესასწაული. ფერების დღესასწაული. რა თქმა უნდა და ფერადია თავისთავად. ის გაზაფხულის დადგომასთან ერთად გება, მაგრამ საქართველოში კლიმატური პირობების გამო ცივა ჩვენთან და ცოტა მოგვიანებით აღნიშნავთ ხოლმე. რა ვიცი, ძალიან ბევრი ლეგენდა არსებობს ჰოლის დღესასწაულთან დაკავშირებით, შეუძლებელია ყველას მოყოლა, ძალიან მარტივად რო ვთქვათ, ერთ-ერთი ვერსიით უკავშირდება ინდუისტურ ღმერთებს, ვიშნუს და შემდეგ მის ავატარს კრიშნას. კრიშნასო ძალიან მუქი ფერის კანი ჰქონდაო და რათხას ღია ფერის და იმისთვის რომ რაღაცა გათანაბრებო დამსგავსებოდა დედა მურჩია რომ შეუღებელ სახე ფერადი საღებავებით და ეს ჩაეყარა, დიახ, ეს ჩაეყარას. აი ეს არის ზუსტად თაწმინდის კადრები. ეხლა წლევანდელი ჰოლი ეს ჩაეყარა უკვე შემდგომ საფუძვლად აი ამ ერთ-ერთ მთავარ ტრადიციას ჰოლის დღესასწაულის, როცა ადამიანები თეთრებს ჩაცმულები ერთმანეთს აფერადებენ, აი ამ ფერადის აღებავებით და უსურვებენ ძალიან ბევრ დადებით სურვილებს. უი, ნინიკო შემეცოდე, შეგენაცა მაგრამ ძალამაზია. ეს ნიშნავს, რაც უფრო მეტი ადამიანი მოგილოცავს, ითვლება, რომ მეტმა ადამიანმა გისურვა კეთილი სურვილი. ხო, ეს ხუმრობი. თან ინდოეთი ცნობილი არის ეს ნატურალურ საღებავს, ეძახი ყველაფერი ყველა ყვავილებისგან გინდა ხატვაც არის და ისიც ხნარი ნატურალურია, სურნელოვანი ჭხირებიც, მცენარეულია და ყვავილების ესეთი არომატიზირებულია შემდეგ და ნუ ფერადი ისინიც ფერებიც რა თქმა უნდა. მე და შენ ძალიან ბევრჯერ გვიმუშავია ერთად და ბედნიერი ვარ ამით, რომ არაჩვეულებრივ ადამიანთან, ფანტასტიკურ ქორეოგრაფთან და მართლა ძალიან მაგარ გოგოსთან მიმუშავია და ყველაზე მთავარი, სულ მაინტერესებდა და ეთერს მიღმა ბევრჯერ დამისვია ეს შეკითხვა, მაგრამ როგორ დაიწყო შენი და ინდოეთის ურთიერთობა? ჩემი და ინდოეთის არ ვიცი, მე მგონი თან დამყვა ეს ყველაფერი, იმიტომ რომ ვერ ვიხსენებ როდის დაიწყო, ალბათ მაშინ ბავშვობაში პირველად ფილმი რო ვნახე. რომელი ვნახე? არა, მე რაც მახარ დისკოს მოცეკვავე მოგვიანებით, ლაშ პატარა აღარავა. ეს მოგვიანებით იყო, მანამდე ვცდილობ რომ რაც იცი გამოავლინო, იცი დისკიტა და ხო, ნუ ძველი, ანუ ბავშვობიდან მოყოლებული რაც ალბათ რომელი ფილმი იყო? შურიზება და კანონია, რაც მე მახსოვს პირველი, მაგრამ ნუ მანამდე ვიცი რომ კიდე დავყავდი დედას. მოკეთ აქედან დაიწყო და შემდეგ უკვე რაც უფრო მეტი გავიგე ამ ქვეყნის შესახებ, ნუ ახლა ეს არ არის მხოლოდ ინდური კინო, მოდი ასე ვთქვათ, ინდოეთი, ეს არის უდიდესი რა ჩვენ ბევრმა ვიცით, ეს ის ფილმი არ არის ბოლივუდში, იღება ერთ-ერთი სერიოზული და ძალიან საინტერესო ფილმი. რა თქმა უნდა, იქ იღებენ ფილმებს, რომლებიც კინოკრიტიკოსების საუკეთესო შეფასებას უბრალოდ ასეთი გაქირავებისთვის შედარებით დარეხარისხის ფილმები, მაგრამ ნუ არის
ფილმები, რომელიც მართლა რეალისტური კინოც აქვს ძალიან განვითარებული. აიცი რა მაინტერესებს მაპატიე რომ გაწყვეტი. აი პირველი შეხება რა იყო ახლა მე კახეთში ძალიან ხშირად დავდიოდი კინოში და მე სარკესთან ვიდექით და რაღაცებს ვიმეორებდა. რა იყო თქვენი პირველი შეხება? ჩემთვისაც პირველი შეხება კინოფილმი იყო ბავშვობაში, მაგას ვყოლოდია და შემდგომ უკვე ეს იყო მოგვიანებით უკვე, როდესაც 16 წლის წინ სადღაც მანამდე ყოველთვის იქ ვიყავი სადაც ინდური რაღაცა ღონისძიება იყო ან თბილისში თუ ჩვენამდე იყო კინოთეატრ ბათუმში მუშაობდა კიდევ იქაც ცეკვის ჯგუფი იქაც და შემდგომ უკვე რატომაც გაჩნდა სურვილი რომ ჩემს გარშემო ამდენი ინდოეთის მოყვარული ადამიანი შემოიკრიბა და რაღაცნაირად აი ეს სიყვარული გამეზიარებინა დანარჩენები უბრალოდ ერთმანეთისთვის გაგვეზიარებინა ასე შეიქმნა 16 წლის წინ პირველი ჯგუფი ეს ყო მე-4 თუ მე-5 თაობა აღარ მახსოვს. ცეკვას არ არის უბრალოდ ცეკვა, თვითონ მოძრაობას აქვს რაღაცა ძალიან დიდი დატვირთვა და ფაქტობრივად საუბრობა, ხო, ცეკვა. უფრო კლასიკური ცეკვაა ეს. ხო არა? ინდური კლასიკური ცეკვა, რომელიც ძალიან რთულია და საქართველოში პრინციპში თუ ვინმე ცეკვას, ეს არის იმიტაცია უბრალოდ, შეუძლებელია იქ იმხელა აი ჩართულია როგორც ფიზიკური სხეული, ასევე გონება, სული, აი ემოცია უფრო სწორედ და შეუძლებელია ხა ესე უსწავლელად უბრალოდ გადმოიტანო, ჩვენს გვიცდია ესე გადმოტანა, მაგრამ მე რომ მივხვდი რომ ჯობია აკეთო ის რაც უფრო სწორია ჩემი აზრით, ამიტომ ბოლივუდურ ცეკვაზე თან უფრო მეტად პოპულარულია ბოლივუდი ყველა ქვეყანაში. აი პირველად ინდოეთში რომელ წელს წახვედი, რამდენი ხნის და როგორი შთაბეჭდილებები იყო? პირველად უკვე ლაქშმი არსებობდა, ანსამბლთან ერთად იყო ინდურ-ქართული ფესტივალი ნიუ-დელიში და იქ ვიყავით მიწვეულები, იგივე დარპან პრაშერი ვიც ეხლა მახსენე, იცით ეს ადამიანი ყველა მის კი, მაგიტო ჩვენ დარისპანი შევარქვით საქართველოში ქართული მხრიდან დარპანი იყო ორგანიზატორი და ამ ფესტივალზე მოხვდით პირველად ანსამბლთან ეს იყო ორმაგადასრულებული ოცნება, იმიტომ რომ ერთი მხრივ ინდოეთთან პირველი შეხება და მეორე მხრივ აი ჩვენი ნაშრომი რომ მივიტანეთ ინდოელ მაყურებლამდე. და როგორ მიიღეს ეს ყველაფერი ძალიან? არსებობს ამის კადრები YouTube-ზე, რა თქმა უნდა, ეს კიდე ცალკე თემა იყო, საოცარი შეფასებები, საოცარი გამოხმაურება, იყო სპეციალური გადაცემაც იყო, ჩაწერაც იყო ცეკვის და კონცერტები 3 დღე ქონდა კონცერტები ფესტივალის ფარგლებში, საოცრად ორგანიზებული და მოკლედ საოცარი შთაბეჭდილებებით დაუბრუნდა. არ შემიძლია არ ვკითხო საოცარ ადამიანს, რომელიც სასწაულად ცეკვა შეგვისრულა. რატო გადაწყვიტეთ რომ თქვენც აი ესე მიუძღვნეთ თქვენი თავი ინდურ ხელოვნებას? აი შემოკარგო მიკროფონი. სამებით. დაახლოებით 5 ჰექტარის ასაკში მეც ვნახე ერთ-ერთი ფილმი და იმის მერე ალბათ შემიყვარდა ინდოეთი და ესე მოვდივარ. მოგვიანებით აღმოაჩინე კულტურის ცენტრი ესე 7-8 წლის ასაკში და იმის მერე არ ვიცი მიყვარს ლაქშმი, მიყვარს ადგილი და ჩემი სიმშვიდეა და ჰარმონია. ინდოეთში თუ ყოფილხარ? ინდოეთში არ ყოფილვარ, რადგან ახალი თაობა ვარ ჯერ, მაგრამ ვაპირებთ და გეგმავს. უახლოეს მომავალში. კარგი და არ შემიძლია არ კითხო, ოცნება არის ის რომ დაუშვოთ ინდოელი ქმარი მყავდეს და იქ ცხოვრობდე. რაჯა. რატომაც არა, ხო? რატომაც სიყვარული იქნება, რატომაც პირველია. თუ მოიგებს სალომეს გულს, რატომაც არა. თუ იმათ თავისებური კულტურა აქვს, ქორწილისაც არ არის მარტივი მე ვიტყოდი, იმიტომ რომ ტრადიციები, რაღაცები გვაქვს საერთო, მაგრამ იმდენად განსხვავებულია მაინც, რომ მარტივი არ არის. ოჯახი ცოტა ისეთი თემა. მე მქონდა, ეხლა რახან ქორწინებაზე მიდგა საქმე, მე მქონდა შემოთავაზება. შემოთავაზება, რომ ინდური ქორწილი წამეყვანა. ქართველი იყო გოგონა და კი, ძალიან ხშირად არის აქ. ხო და მითხრეს რომ უნდა გამომგზავროთ და 4 დღის განმავლობაში უნდა იყოს ეს ქორწილი. და 4 დღის განმავლობაში ხა და მე ვქარ ვერ შევძლებ შენ. ოღონდ ეს ქორწილი ის არ იქნებოდა ლაშა 4 დღის განმავლობაში სმა რო ყოფილიყო ანუ აქ იმდენად ისე გადის დრო ამ სიმღერა ცეკვა ის არ შემიძლია მარაჩვენებრივი გოგოებს არ ვკითხო, აი მოდით აი ხელის მოხატვის ეს მეჰენდი ქვია ხო? მეჰენდი ქვია. აი ამასაც სწავლა უნდა თუ ნებისმიერმა შეიძლება მოხამთ რომ ვიცი დატვირთვა აქვს ძალიან სხვადასხვა დატვირთვა აქვს მოხატვის. გეტყვით ნინიკო ჩვენთან
ეკონდა 3 წელი, მე სამხატვრო აკადემიაში ჩააბარა და მოუწია ცეკვისთვის თავის დანებება. ეხლა როცა ხატა უფრო მარტივი აღქმა, ისე რა თქმა უნდა შეიძლება სწავლა. უფრო სწავლა უნდა ალბათ თვითონ აი ტუბიკის ხმარებას თვითონ მეთის თორე. მაგრამ დატვირთვა აქვს, მე ვიცი, ხელზე მოხატავს ტრადიცია ინდოეთში ასეთი, ძირითადად რა ვიცი, ნიკო თუ გინდა გააგრძელოთ თქვენ. აი მიკროფონი მივაწოდოთ. მეჰენდი არის ინდური ტრადიცია, ძალიან ლამაზი ტრადიცია, რომელსაც ძირითადად იყენებენ ქორწილებში და სადღესასწაულო შეკრებების დროს. ეს ბედნიერების და სიხარულის მომტანად ითვლება. ინდოეთში. ქორწილის წინ პატარძალს უხატავენ სხეულს, ხელების მთლიანად, ფეხებს მთლიანად, არის ესეთ საინტერესო ტრადიციაც, რომ აი ამ ორნამენტებში, რომელიც სულ მთლიანად მოხატულია, აუცილებლად უნდა იყოს ჩაყოლებული მეუღლის, ანუ საქმროს სახელი, ანუ უარეს შემთხვევაში ინიციალი და აი ამ სიძემ ქორწილის ღამეს ეს უნდა იპოვოს. აი ამ ჩატიკციკებულ ორნამენტებში. ნუ რა ვიცი. ხალხო შეიცვალე. ახლა გაჩერდი. ეხლა აი ეს ორნამენტები ნუ ბერნაირად სწამთ, ხა მაგალითად რაც უფრო მკვეთრად დაამჩნდება სხეულს, ესე იგი უფრო ხანგრძლივი იქნება ოჯახი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხართ ინდურ ქორწილში. ისაყვებით რომ მე მგონია ყოფილვად ოღონდ ასეთი არა, არ ყოფილვად ასე 4 დღე, ნუ ჩემმა მეგობარმა მის მეზობლად იყო ქორწილი და იქ წაგვიყვანა, სთხოვა მას მიზებს რომ გვენახა და ნუ რამდენიმე საათით ვიყავით. მართლა ესეთ ფეირვერკია, ხო? გააჩნია ახლა ფეირვერკი, ანუ რა შესაძლებლობის ოჯახი მართავს, მაგრამ მაქსიმუმი იდება, რა შესაძლებლობაც არ უნდა გქონდეთ და ეს სამკაულები ამაში არ ენანებათ, ეს აუცილებელია, ეს უფრო და ეს თელი, ამბობ წინავს ყველაფერი. და ნუ თვითონ საინტერესო აი ეს მეჰნდის რიტუალი წინა დღეს მთელი დღე ქალები, ქალბატონები, გოგონები, მისი ტოლები უხატავენ. მერე იქ კურკუმიან წყალში ავლებენ, აბაზანებს ათასნაირს უკეთებენ პატარძალს წინა დღეს მთელი რიტუალებია. ნუ ქორწილამდე მზადება, ერთი კვირა გრძელდება, მე მგონი აი ამ რიტუალებიდან გამომდინარე. არ შემიძლია ქორწილი ახლა ლაშა დამეთანხმები გემრიელი სუფრის გარეშე. ვიცი რომ ინდოეთში ნაკლებად მიირთმევენ ხორციანს, ვეგეტარიანელია უმეტესობა, კი ბატონო. აი ხა სანამ ეთერში შემოვიდოდი, თქვით რომ აი ძვლის უკავებ თავს ესეთი გემრიელობა არის. მოდით ახლა გვესაუბრეთ აი ინდურ ტრადიციულ კულინარიას. კი ბატონო, ახლა როგორ არის? სუნელები რო ძალიან ცნობილია ნებისმიერ დღესასწაულის ერთ-ერთი მთავარი რგოლი არის სამზარეულო. ნუ ამის გარეშე შეუძლებელია და ასეა ჰოლის დღესასწაულიც. ნუ რა თქმა უნდა, ტკბილეული პირველ რიგში. ძირითადად ჰოლის დღესასწაული სპეციალურ ტკბილეულად ითვლება გუჯია, ასე ქვია, მაგრამ საქართველოში შეუძლებელია შოვნა. შემდეგ აი ეს გულაბჯამუნი, რომელიც ცომი კეთდება, რძით და ფქვილით, შემდეგ იწვება, ოქროსფერამდე მიიყვანთ და მე წინასწარ მომზადება. აი სიროპია მთელი საიდუმლო აქვს, იმიტომ რომ მაგაშია კარდამონი, მაგაშია ვარდის სიროპი, არომატები, ძირითადად მაგაშია და ეს შედის მერე და ძალიან გემრიელია. ეს სვან პაპდიც ძალიან გემრიელი, რაღაცა ხალვასა და ბამბის ნაყინს შორის ამისი მომზადება მე პირადად მაგალითად ვერაფერ ვერ მოვახერხე. სხვა კერძები მომზადება. რაღაცები კი ახლა რომ მომენატრება, რა თქმა უნდა, მაგრამ მაინტერესებს ქართულ კულტურასა და ინდურ კულტურას შორის საერთოს პოულობთ რამე არის? რაღაცა ტრადიციებში შეიძლება იპოვო ხა კულტურაში, როგორცაც ან კინო გავს, ან ცეკვა გავს, ან სიმღერა გავს, ეს აბსოლუტურად სხვა განზომილება. ნუ შეიძლება რაღაცა ტრადიციებში მაინც დავიჭერთ აი უფროსისადმი პატივისცემა, სტუმრისადმი პატივისცემა, აუცილებლად ოჯახის კულტი, იმიტომ რომ აი მე ინდოეთში რასაც ვაკვირდები, ადამიანი ჯერ ინდივიდად, პირველ რიგში კი არა იხონს ინდივიდად თავს. ის არის ვიღაცის შვილი, ვიღაცის ცოლი, ვიღაცის მამა, აი პასუხისმგებლობა უდიდესი და შემდეგ ხო ნუ ყოველ შემთხვევაში იყო ლაშა, მოდი ასე ვთქვათ, ახლა ნელა მასეა, დამიჯერე მასეა. ანუ ეს თაობების ერთად ცხოვრება, სტუმარი აუცილებლად სტუმრის პატივისცემა, სტუმარი ღმერთია, ისინი ამბობენ, ჩვენ ვამბობთ სტუმარი ღვთისა, ანუ რაღაცა ასეთ დეტალებში შეიძლება რომ რაღაცა საერთო ვიპოვოთ. ძალიან საინტერესო არის არ მართლა. მაგარია. აი რთულია ოჯახი, ხა თქვენ როგორც ამბობთ, ხო? ჩემო ნინიკო, მაგრამ აი რა ისე იზრდებიან იმ პასუხისმგებლობით თავიდანვე ესეთი გაცნობიერებით, იცის აი ეს აი ოჯახური ტრადიციები მაგალითად.
ოჯახური ტემპერატურაში ახლა აი რასაც ვაქცე ყველა დღესასწაულზე იგივე ჰოლიზე ხა მაინც ჰოლის გარშემო ვტრიალებთ იგივე ჰოლის დღესასწაულზე მაგალითად ოჯახებით აუცილებლად ნათესავებთან სტუმრობა მილოცა საჩუქრები ოჯახის წევრების ერთად ყველა დღესასწაულზე ასე იგივე დივალიზე იგივე ნუ ჰოლი განსაკუთრებულად უფრო სახალხო დღესასწაულია და ალბათ ამიტომ უფრო საინტერესო და საერთოდ არა მარტო ინდოეთის გარეთაც ყველა ქვეყანაში აი საარი საოცარი ულამაზესი მათი სამოსი მამაკაცებსაც რაღაც თავისებურისა და ძალიან მომწონს თავზე რო აქვთ ხოლმე გაკეთებული რაღაცა ჩალმასა ეს რეგიონალურია პენჯაბში ნახეთ მაგას ცოტა ისეთი თემა ისინი თმას არ იჭრიან გრძელ თმას ატარებენ იმ თმას შიგნით იხოვენ და ნუ აქ ნაკლებად გამოიყენებენ პენჯაბური დიახ თავის პენჯაბურ კურტასთან და სარვალთან ერთად თავზეც ამას ძირითადად მეუღლე უკეთებს მეუღლე ახლავს თავზე და ესეც ერთგვარი რაღაცა რიტუალია ასე ვთქვათ მართალია თუ არა რომ სამგლოვიარო ფერი ინდოეთში არის თეთრიო აი ფერების ქვეყანა არის ფაქტიურად აი იგივე სამოსშია თუ აქვს მნიშვნელობა ნახეთ მოდი პირველი რაც იკითხეთ ინდოეთში ცხოვრობს ძალიან ბევრი რელიგიის დამსარგებლობის ადამიანი ინდუსები რა თქმა უნდა ყველაზე მეტი მუსლიმანი ქრისტიანებიც არიან ხოთი ისინი ცხოვრობენ შავი ფერით იგივე გლოვის ფერს იგივე შავ ფერს ატარებენ მაგრამ უმეტესობა რადგან დანარჩენია ნუ ისინი თეთრი ფერით კი ბატონო ფერებს რა თქმა უნდა იგივე ჰოლის დღესასწაულზეც აქვს თავის დატვირთვა მაგალითად წითელი ეს არის სიყვარულის და ნაყოფიერების ფერი ყვითელი ეს არის უფრო წარმატების და ჯანმრთელობის ფერი მწვანე იმედის განახლების ფერი ლურჯი სხვათაშორის კრიშნას ფერად ითვლება ოქროსფერი და ბარდისფერი ოქროსფერი ძალიან ბევრია მათ სამოსში ოქროსფერი ასე არ ვიცი სიმართლე გითხრა დატვირთვა მაგრამ ერთი ვიცი რომ აი ყველაზე ძვირად ღირებული საქორწინო ტანის სამოსი წითელი ოქროსფერში აუცილებლად ანუ ოქროსფერი უფრო რაღაცა დანამატი არის აი ამ ძირითადი ფერების მოსართავად და არ შემიძლია არ ვიკითხო რომ გავიგეთ რომ თქვენ ხართ სტუმრად გოგოებმა საგრე მეორე შემოდე აქ ხალს დაგახატაო მითხრეს და მოთხარი ბინდი რა არის ეს ბინდი თავის პირველ წყაროში ხო ეს უკვე ახლა როგორც აი ესე სამოსის თანხლები სხვადასხვა ფერი ყველა შეუძლია ატაროს მაგრამ თავის ასე თქვა პირველ წყაროში რო ვთქვათ ეს არის აი აქ კეთდება სადაც მესამე თვალის ადგილას დიას ეს აჯინა ჩაკრა სადაც არის და თითქოს იცავს ადგილს ავი თვალისგან ადამიანს ზოგადად და მეხატა ხო ზოგადად გათხოვილი ქალები ეს ადრე უფრო გათხოვილი ქალბატონები ატარებდნენ როგორც სინდურთან ერთად აი თმაში თუ დაკორები ხართ საღებად ეხლა ყველა შეუძლია როგორც აქსესუარი ატაროს ჩვეულებრივ სამოსთან ერთად მე მგონია მოხატვა დასრულდა ნახეთ რა ეხლა ამ პირობებში აბა აი ოდნავ ავწიოთ თუ შეიძლება ხელი აი კარგად ჩანს ნახეთ რა სილამაზე სად არის ის სახელი კაცო ნანუკაც ჩვენი მოცეკვავია უბრალოდ დღეს ეხლა ამ ამბუაში გამოგვევლინა რამდენად ექსპრომტად შეგვიძლია რომ თქვა ცეკვა აი უცებ მაგალითად ყოფილა ჩვენ შემთხვევაში ყოფილა შემთხვევა რომ წინდი თქვია ჩვენთვის და ჩვენ მეორე დღეს გამზადებული ცეკვა მიგვიტანია ქალბატონ ნინოსთან ერთად ნახეთ როცა ჯგუფი მუშაობს ცოტა დრო მაინც ჭირდება რაღაცა რომ ერთად გაიარონ იმიტომ რომ უნდა ემთხოვდეს ერთმანეთს ეხლა მარტო ერთმა ადამიანმა რო აკოს სიმღერაში ძალიან მარტივი ან ორმა მაგალითად ეხლა როცა ჯგუფურია აუცილებლად ჭირდება რაღაცა მოძრაობებს ჩამოყალიბება დადგმა ცეკვას ასე ვთქვათ და ნუ ერთხელ მაინც გავლა ეხლა ჩვენ ერთი მოცეკვავი ახალი ყავს მაგალითად ესენი შედარებით ბიჭები თუ არიან მოცეკვავები ამ წუთში არ მყავს ჯგუფში ისე სხვადასხვა დროს ყოფილა ყავდა კი იგივე ალექსანდრე თამარაშვილი იცით ახლა ცეკვას აგრძელებს ცეკვას ლაქშმისგან რო წავიდა იმის შემდეგაც იყო სხვადასხვა დროს ყავდა ძალიან კარგი ბიჭები უმეტესად ინდოელები ყავდა ბიჭები იმიტომ რომ ქართველები ცოტა ბლომად არიან ჩვენთან საქართველოში. ხო არიან? ხო და მაგას ვამბობ. ისინი მოდიან ძირითადად. კი. როდესაც ჩვენ ვაკეთებდით ღონისძიებებს 3 წლის წინ, მე უკვე ცოტა მოუკელით, როცა თვითონ გააქტიურდნენ, ჩვენ მოუკელით, ასე ვთქვათ. და აი ეს ინდოელი სტუდენტები შოუსთვის ჩვენს ქართველ გოგონებთან ერთად. უკაც მარტი შეიძლება შეიქმნას ოჯახები. კი ბატონო, იცი რა მაინტერესებს? აი მე პროდიუსერებს მინდა მივმართო. ჩვენ გვაქვს რაიმე, აი რაღაც წუთნახევრიანი
აი ესეთი რაღაცა პატარა ტრეკივით რომ ლაშა ჩემ გულშიზე ხარ? ეგუნა მეთხოვა ეხლა მე რომ ისე თქვი არა მე კი ნატუკამ რო იმღეროს და მე რომ ვიცეკ რა ლაშა როცა მე ვიცეკ ჩემი ძლიერი მხარე არის ცეკვა ხედავ რა მე საერთოდ ბოროტი ისა ვარ დედიოსელი ინდოელი მოდი რა ვიცი მითხარი რა გავაკეთო და გავაკეთე გვაქვს რამე პატარა ისეთი რომ ლაშა მიცის არაერთი გვაქვსო სცენა მითხომ ჩაგრაფონკი ჩემი ყუმირი იყო რა ვიცი და არის ცოცხალია ხო რას მღერით ის მაინც ვიცოდი იცი რა ისა აი იმიდან რა ქვია დისკოს მოცეკვავიდან ჯიმი უნდა იყოს არა კოლოკინაკა რაზეა ეს სიმღერა გამახსენე ის თემა შინარს ესეთია რომ არ აქვს მნიშვნელობა სახის კანი თეთრი ფერისა აი ეს რასაც გახსოვს ვაკეთებდით გულია მთავარი ადამიანის რომ არ მინდა არც ოქრო არც ვერცხლი ჩემი მთავარი სიმდიდრე სიმღერა და ჩემი გულია და ასე შემდეგ ესე იგი რა მნიშვნელობა ბუთქუნა ხარ თუ გამხდარი ხარ მთავარია მადლობა ნატუკამ კარგი ეს ჩვენი სიმღერა მე ძალიან მიყვარხარ და დაადასტურე შენ ჩვენი ერთ-ერთი პროდიუსერის სიტყვა შენგენაცოლი პირდაპირ ეთერში. მაესტრო, შეგვილია, რა ვიცი. თუ გამომივიდა, რა ბიჭი ვიქნები, ხო ხდები. მე ხალვა ჩემზეა. ლაშა. აბა. მე ცეკვით გავალთ რეკლამაზე. ცეკვით გავდივართ რეკლამაზე, ინდურის ცეკვით და მე ისევ დაგებრუნდებით ამ. გოგოებო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობ. აბა ეხლა ნახოთ რა. მადლობა თქვენ დაპატიმრებით. სიტყვები თუ მახსოვს, ახლა შენ ესა. სალამი ბავშვებო.